ფონ დივერიისას დამფუძნებელი პაატა ბურჭულაძე არტ-გალერეაში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლებს შეხვდა. მან საზოგადოებას მახათას მთაზე ივერიის ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძრისა და სამონასტრო კომპლექსის მშენებლობის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა. კიდევ ბევრი სამუშაოებია გასაკეთებელია, მიუხედავად იმის ჯვარი უკვე დადგმულია. ტაძრის მშენებლობა გვინდა რომ დასრულდეს 2017 წლის 25 დეკემბერს, რადგან მაგ დღეს ჩვენ უწმინდეს უხსულდება აღსაღდრების 40 წელი და გვინდა რომ ქართულმა ხალხმა მას საჩუქრად მივართვათ ეს ტაძარი. ამაზე კარგ საჩუქრად ჩვენ მას ვერ გავუკეთებთ. მახათას მთაზე სამონასტრო კომპლექსთან ერთად განთავსდება საგანმანათლებლო ცენტრი, რომელიც საქართველოში ქრისტიანული სწავლების გავრცელებას შეუწყობს ხელს. გაიხსნება თავშესაფარი ობოლი და მზრუნველობა მოკლებული ბავშვებისათვის. მონასტერთან დაარსდება ნარკოლოგიური სარეაბილიტაციო ცენტრი და აშენდება მუზეუმი. შეხვედრაზე საუბარი შეეხო ფონ დივერიისას საქველმოქმედო აქციას, რომელიც ყველა ადამიანს აძლევს მასში თანაბარი მონაწილეობის საშუალებას. იქმნება სპეციალური წიგნი, რომელშიც მილიონობით შემომწირველის სახელი და გვარი ჩაიწერება. გადაწყვეტილება მივიღე, რომ შევიტანო მშენებლობაში ჩემი წვლილი, შევესო შესაბამისად ანკეტა და დავეხმარო, რითაც შემიძლია ტაძრის მშენებლობას, იმიტომ რომ საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია ამ ტაძრის მშენებლობა და ზოგადად ტაძრების მშენებლობა და მართლმადიდებელი მორწმუნე მრევლის მომრავლება. ბედნიერი ვარ ნამდვილად, რომ მახათას მთაზე ღვთისმშობლის სახელობის ტაძარი უკვე დასასრულისკენ მიდის მშენებლობა და თითოეული ჩვენთანგანის მოვალეობა, რა თქმა უნდა, მივიღოთ მონაწილეობა. ჩვენ ღებულობთ მონაწილეობას, როგორც პატრონმა პაატამ ბრძანა. როგორც შეხვედრაზე ითქვა, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლები აქტიურად იყვნენ ჩართულები და მომავალშიც ჩაერთვებიან ტაძრის მშენებლობასა და მიმდინარე ტერიტორიის გამწვანების აქციაში.